თქვენ უსმენთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმს. თვალი გვადარნეთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმის YouTube-ისა და Facebook-ის გვერდებზე. ის რაც დღეს მიუღწეველი გონია, ხოლ შეიძლება შენი წარმატების საწინდარი გახდეს. რუბრიკაში იდეიდან საქმემდე ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებმაც მათი იდეა რეალურ საქმედ აქციეს. მადლობას გიხდით, რომ დაგვთანხმდით და ჩვენი რადიოს მსმენელისთვის დრო გამოყავით. თუ შეიძლება წარგვიდგინოთ თქვენ თავი ვინ ხართ, რა საქმეთ და ასე შემდგომ. გამარჯობა, მადლობა იმისთვის, რომ შევხვდით და გვაქვს საშუალება ვისაუბროთ. მე ვარ თინა ლაღიძე, მსახიობი და ეხლა ამჟამად ვაკეთებთ პროექტს კინოგზაზე, რომელიც მოიცავს რეგიონებში მოგზაურობას, გასაბერი ეკრანით და ქართული თანამედროვე კინოფილმების ჩვენებას, ქართული ფილმის პოპულარიზაციას და მაყურებელთან შეხვედრას. ყოველი ფილმის ჩვენების შემდეგ იმართება რეჟისორთან შეხვედრა და მაყურებელი უსვამს მათთვის საინტერესო შეკითხვებს და იმართება დისკუსია. მადლობა. თუ შეიძლება გითხრათ ფილმების შესახებ, ანუ რა არის მათი მთავარი სათქმელი, რა არის მიზანი და ასე შემდგომ, რომ მსმენელისთვის უფრო ახლოვდა ესეთი გახდეს დაცნობი ეს საკითხი. ფილმების თემატიკა არის ძალიან განსხვავებული, რითიც უაღრესად საინტერესოა დღევანდელი თანამედროვე ქართული კინო, რადგან ის ასახავს ფაქტიურად თანამედროვეობას და იმ ყველა სოციალურ-ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ პრობლემას, რაც ხდება ქვეყანაში. დღევანდელი ფილმების ჩვენება არის ძალიან განსაკუთრებული. დღევანდელი ჩვენება ერთგვარი ციკლის დასასრულია, რადგან ეს არის მე-16 ჩვენება წელს და არის ამ ეტაპზე ბოლო. და რადგან დღევანდელი თარიღი 10 აგვისტო ემთხვევა 17 წლის წინანდელ მოვლენებს განვითარებულ საქართველოში, როდესაც რუსეთმა მოახდინა საქართველოს აი ამ სამაჩაბლოს რეგიონის ოკუპირება. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელი ფილმები შინაარსობრივად შეგვერჩია ისე, რომ მაყურებლისთვის მიგვეცა საშუალება, რომ გაგვეხსენებინა ის მოვლენები და ერთგვარი გადააზრების საშუალება მიგვეცა მაყურებლისთვის და მნიშვნელოვანია, რომ ამ თემას ძალიან ისეთი მხატვრული ფორმა აქვს და ძალიან დიდველს იძლევა ამ თემის გადააზრებისა და თვითონ კინემატოგრაფიულ ხერხებზე სალაპარაკო ველსაც გვაძლევს. და ამ პროექტის დაწყების ინსპირაცია რა გახდა, რატო გადაწყვეტეთ, რომ ასეთი რამ საჭირო იყო, თუ შეიძლება რომ ესეც გითხრათ. ძალიან საინტერესოდ მოხდა ამ პროექტის დაწყება, ეს იყო შარშან, როდესაც ძალიან ბევრი კინემატოგრაფისტი 450-ზე მეტი კინემატოგრაფისტი ერთი იდეის გარშემო გავერთიანდით. ეს იყო ის, რომ ერთადერთი ფონდი, რომელიც აფინანსებს ქართულ კინოწარმოებას, კინოცენტრი. მან დაიწყო ცენზურის შემოღება ქართულ კინოში. ჩვენ რაღაცნაირად ამას განვუდექით და დავიწყეთ ბრძოლა იმის წინააღმდეგ, რომ ეს პროცესი შეგვეჩერებინა. და ესე მოხდა, რომ კინემატოგრაფისტებმა უკეთ გავიცანით ერთმანეთი, დავმეგობრდით და რაღაცნაირი ესეთი მეგობრული დიდი გუნდი შევიკრიბეთ კინოს გარშემო და ვიცავდით ჩვენ საავტორო უფლებებს კინოში. და უცებ აღმოვაჩინეთ, რომ ქართული კინო, თანამედროვე კინო, რომელიც იქმნება და უაღრესად საინტერესოა და ძალიან პოპულარულია საერთაშორისო საფესტივალო და საერთაშორისო მაყურებლისთვის, საქართველოში მას არ იცნობენ. და როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ძალიან საინტერესო ქართული თანამედროვე კინო გვაქვს, უცებ მივხვდით, რომ განსაკუთრებით რეგიონებში ქართული კინო არსებობს კიდე, თუ ვინმე კიდე ქართულ ფილმს იღებს. და ამიტომ ასეთი იდეა დაგვებადა, რომ შევიძინეთ ჩვენი სახსრებით ესეთი
გასაბერი კინოეკრანი, რომელიც არის ძალიან საყვარელი. ეს შინაურულად მას ბუთქუჩას ვეძახით, იმიტომ რომ ესეთი გაბერილია. ძალიან ადვილია მასთან ერთად მოგზაურობა, იმიტომ რომ სუბუქია და შეგიძლია უცებ ნებისმიერ ადგილას გაშალო. შევიძინეთ ეს ეკრანი და დავიწყეთ თბილისის ესეთი გარეუბნებიდან. საჯარო სივრცეებში ჩვენება, იქ სადაც უმეტეს მაყურებელს არ აქვს ხოლმე იმის შესაძლებლობა, რომ ბილეთის სიძვირის გამო ვთქვათ კინოში წავიდეს ოჯახთან ერთად. დავიწყეთ ეს გარეუბნებში ჩვენება. შემდეგ შევედით პლეხანოვის ძველ ეზოებში. იქ ვაჩვენებდით ქართულ ფილმებს. და ძალიან რაღაცნაირ ისეთ სიყვარულს, აღფრთოვანებას, მადლიერებას იწვევდა ეს მაყურებელში. და შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ რატომ თბილისი. არ საქართველოს თითქმის არც ერთ ქალაქში აღარ არის კინოთეატრი და მაყურებელს არ აქვს წოდომა კინოსთან. ამიტომ ეს იყო ჩვენი мотиваცია, რომ დაგვეგეგმა ზაფხული ისე, რომ მოგვეცვა რაც შეიძლება მეტი ქალაქი, რაიონული ცენტრი, სოფელი თუ დაბა. და შარშან ვაჩვენეთ 18-ზე მეტი კინოჩვენება გვქონდა, დავიწყეთ დაწყებული არ ვიცი დასავლეთ საქართველოდან, ქუთაისი, სამეგრელო, გურია, მერე წავედით აჭარაში, სოფლებში, მერე ავედით აჭარის ზემო სოფელში თაგოში, სადაც მაყურებელმა საერთოდ პირველად დაინახა და ნახა დიდ ეკრანზე გამოსახულება და ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ იყვნენ. ამან მოგვცა უაღრესად დიდი სტიმული იმისთვის, რომ ეს პროექტი გაგვეგრძელებინა და რა ვიცი, რომ საბოლოოდ არ დარჩეს არც ერთი კუნჭული საქართველოსი, სადაც არ მივალთ ჩვენ ბუთქუჩას არ გავშლით და რაც შეიძლება მეტ ადამიანს არ ვაჩვენებთ ქართულ თანამედროვე კინოს. და თუ გაქვთ რაიმე თქვა ძირითადი კომპონენტები, რომლის მიხედვით საჭიროთ ამ საჩვენებელ ფილმს და რომელი ფილმი და მივიდეს კონკრეტულად მაყურებლამდე, თუ გაქვთ ესეთი. ისე პირველი კრიტერიუმი ალბათ არის ის, რომ თვითონ ფილმი მხატვრული ღირებულების მატარებელი იყოს. შემდგომ ის თუ შინაარსობრივად რა გზავნილია ავტორისგან, რას უყვებით ამ ფილმებით მაყურებელს, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ძირითადი კომპონენტები. და ნუ რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ რეჟისორსაც თავად ქონდეს სურვილი, რომ მასაც ასევე უნდოდეს წამოსვლა რეგიონში და შეხვდეს იმ მაყურებელს, რომელსაც ვაჩვენებთ ფილმს. ძირითადი კომპონენტები ეს არის და რა თქმა უნდა არ ვაჩვენებთ თქვათ ქართულ კლასიკას, რადგან ის მაინც ხელმისაწვდომია ტელევიზიითაც და ბევრჯერ აქვთ ხოლმე როგორც წესი ნანახი. ამიტომ ვცდილობთ რომ ეს იყოს ბოლო 10 და ხშირ შემთხვევაში 5 წლის მანძილზე შექმნილი ქართული ფილმები. და ეს შეიძლება იყოს მხატვრული, მოკლემეტრაჟიანი, დოკუმენტური ფილმი, შეიძლება იყოს ექსპერიმენტული. და თანამედროვე კინემატოგრაფიაში რა არის ესეთი მნიშვნელოვანი გამოწვევები, რაც ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი რთულ საკითხებად რჩება? ან თუ არის საერთოდ ასეთი რამე? ძალიან საინტერესო შეკითხვაა და ალბათ ძალიან დიდხანს შეიძლება ამაზე ლაპარაკი. უპირველესი გამოწვევა ალბათ კინემატოგრაფისტებისთვის არის ის, რომ სახელმწიფოს არ აქვს საერთოდ კულტურის პოლიტიკა. არც ერთი სახელოვნებო დარგის მიმართ. მათ შორის არის, რა თქმა უნდა, კინოს წარმოების სივრცეც, იმიტომ რომ კინოს წარმოება განსხვავდება მაგალითად მწერლობისგან, იმით რომ თუ იქ წერილს შეუძლია დაჯდეს და მაგალითად თავის ნაფიქრი და ნააზრევი გადმოიტანოს ფურცელზე, კინოს ვერ შექმნის სახსრების გარეშე. ამ დროს კინო შეიძლება იყოს ძალიან კარგი ხერხი მაყურებელის აღზრდის და საზოგადოების გაზრდის და ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით მათი რაღაც მსოფლმხედველობის და ყოველთვის რაღაც მცოდნის ამაღლების. ამიტომ უმწვავესია და უმნიშვნელოვანესია ის, რომ ქართულ კინოწარმოებას ჰქონდეს ღირსეული დაფინანსება, რადგან ძალიან ბევრი ადამიანია, ძალიან ნიჭიერი, რომელსაც საშუალება აქვს და პოტენციალი, რომ ეხლა მაგალითად გადაიღოს პირველი დებიუტი და ეს არ ხერხდება და კინოს წარმოება ისეთი სფეროა, რომ შენ თუ პრაქტიკული
შესაძლებლობა არ გაქვს რომ პრაქტიკულად გაზარდო შენი თავი, შენ თეორიულად ვერ იქნები კინორეჟისორი. ამაზე სამწუხაროდ არ ფიქრობს ეს როგორც აღნიშნე არ აქვს სახელმწიფოს კულტურის პოლიტიკა. მე ვიტყოდი რომ უმწვავესი და ყველაზე ისეთი გამოწვევა სწორედ ეს გახლავთ. რადგან ვერ ვიტყვი რომ სხვა მხრივ ქართულ კინოს რამე მძაფრი გამოწვევა ქონდეს. თუ არ ჩავთვლით უახლეს განვითარებულ მოვლენებს რომ კინოში დამკვიდრდა და უკვე კანონის დონეზე კინოში შემოღებულია ცენზურა, რაც საავტორო ხედვას და საავტორო უფლებებს ზღუდავს. მადლობა. თითქოს კინოთეატრებმა რაღაცა სახლში გადმოინაცვლა ამ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად და აი ეს რამდენად შეიძლება იყოს გამოწვევა ქართული თანამედროვე კინემატოგრაფის ნაკლებად მაინც დადის ისე მაყურებელი ეწება ფილმს და ასე შემდგომ. რა თქმა უნდა, ეს მარტო ქართული თანამედროვე კინოსთვის არ არის გამოწვევა, ეს მსოფლიოში ძალიან დიდი გამოწვევა, იმიტომ რომ დიდი კომპანიები, საერთაშორისო, რომლებიც ყოველთვის წარმატებულები იყვნენ, ისინიც განიცდიან ძალიან დიდ რყევებს და ეხლა სწორედ ის პერიოდია, როდესაც ისინი ერგებიან აი ამ ბაზარს, როდესაც ამ სტრიმინგების შემოსვლასთან ერთად არიციან უკვე როგორ უნდა გაიყიდოს სწორად ფილმი, რომ მან თავისი წარმოების თანხა აანაზღაუროს. და მათ შორის ქართული კინოც ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დგას, რადგან კინოთეატრები არ არსებობს საქართველოში და სალაროს შეკრება სასაცილოა იმაზე ლაპარაკი, რომ ვინმე ფილმწარმოებას იმ დახარჯულ თანხას ამ წარმოებიდან ამოიღებს კინოთეატრებში. თან ზუსტად როგორც თქვენ ბრძანეთ ის, რომ სახლში გადაინაცვლა ამან და ჩვენი მოწყობილობებით შეგვიძლია ფილმს უყუროთ. რა თქმა უნდა, ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ფილმის აღქმის ხარისხსაც მაყურებლის მხრიდანაც და მოთხოვნასაც აკნინებს და აგდებს, იმიტომ რომ ძალიან დიდი წილი მოდის გამოსახულების დახვეწაზე და როდესაც შენ უყურებ არასრულყოფილ მოწყობილობაზე გამოსახულებას, ის ფაქტიურად შენ ფილმის პოტენციალის 50%-ს უყურებ და სრულყოფილად ვერ ხედავ ავტორის ჩანაფიქრს, გინდა ვიზუალურად და გინდა შინაარსობრივად. ამიტომ ესეც, რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდი გამოწვევაა. პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ რეგიონებს დაუბრუნდეს კინოთეატრები, რომ აწყობილი იყოს კინოგაქირავების სისტემა, რომ კინოთეატრებს შეეძლოთ ფილმების ყიდვა და საავტორო უფლებების თანხის გადახდა ავტორებისთვის და ქართული საპროდიუსერო კომპანიებისთვის და აუცილებლად სჭირდება მას მხარდაჭერა სახელმწიფოსი და მომხმარებლისთვისაც და მაყურებლისთვისაც ეს უნდა იყოს ხელმისაწვდომი თანხა ბილეთის, იმიტომ რომ როდესაც ოჯახი მიდის მაგალითად კინოში ფილმის საყურებლად, ეს ძალიან ძვირია მათთვის. ესეც გასათვალისწინებელია. შუალ ფილმებზე მუშაობის პროცესი როგორ შეფერეს გადაღება და მუშაობის როგორ იყო ეს პროცესი? მუშაობის. ზოგადად როგორია ფილმის მუშაობა თუ ჩემი გამოცდილება? თქვენი გამოცდილება არის გაგვიზიაროთ. მე რა თქმა უნდა ფილმის წარმოებაში კამერის წინ მდგავარ, უმეტესად ჩემი პროფესია მსახიობის არის და მსახიობს ეს ინდუსტრიული და ასე ვთქვათ წარმოების პრობლემები ესე უშუალოდ არ ეხება, თუმცა მსახიობის პროფესია ამის ნაწილია და აისახება მსახიობზე და მის ჰონორარზეც ეს წარმოების პრობლემები. თუმცა როდესაც უკვე მზად არის ყველაფერი და გადიხარ გადასაღებ მოედანზე, აქ უკვე სხვა ადრენალინი და სხვა შემოქმედებითი პროცესი იწყება. რა თქმა უნდა, თითოეულ ფილმზე მუშაობა, ყველა ფილმზე მუშაობა ძალიან განსხვავებულია და სულ სხვადასხვა თავგადასავალია. ერთ ჩარჩოში ამას ვერ მოაქცევ. შეიძლება თითოეულ კონკრეტულ ფილმზე ილაპარაკო, რა გამოცდილება არის გადაღების. მაგრამ ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ყოველთვის თავგადასავალი, ეს არის ყოველთვის შესაძლებლობა, რომ გაიზარდო, ეს არის ყოველთვის ადგილი, სადაც შენ თანამოაზრეებს ხვდები და რაღაცნაირად ბედნიერი ხარ ივსები და მე შეგიძლია კიდევ რამდენიმე წელი ელოდო შემდეგ პროექტს და ამითი არის უაღრესად ტკბილი კინოგადაღებები.
და აი მაყურებლის მხრიდან დამოკიდებულებას როგორ შეიძლება რეგიონში ჩადიხართ, აი რა ემოციები, დამოკიდებულება, აი რა მოდის მათგან, როგორი მოხდება? რეგიონებში მაყურებელი გაცილებით უფრო გახსნილია ვიდრე დედაქალაქში. გაცილებით უფრო უშუალოდ გამოხატავს თავის აზრს, თავის ემოციურ დამოკიდებულებას როლის მიმართ, ფილმის მიმართ და ეს ძალიან ძვირფასია, იმიტომ რომ შენ თუ გინდა ნამდვილი მიიღო ნამდვილი რაღაცნაირი გამოცდილება ადამიანის, როდესაც შენ მაგალითად პერსონაჟს უყურებს, როდესაც შენ რაღაც შექმნილ პერსონაჟის გარდატეხას და იმის თავგადასავალს უყურებს, რა თქმა უნდა წავიდეს რეგიონში, იმიტომ რომ იქ ხვდება ნამდვილი შენიშვნები, ნამდვილი რაღაცის მიუღებლობა ან პირიქით, აი რაღაცნაირი უსაზღვრო სიყვარული და უსაზღვრო მადლიერება და ძალიან ძვირფასია ეს გამოცდილება და ესეთი მომენტები. თქვენი ეს რითია გამჭირებული ეს სხვანაირად გულწრფელობა, სხვანაირად პირდაპირობა, ეს სხვანაირად ღიაობა რეგიონის ხალხის, რეგიონში ცხოვრების ხალხის? მე უფრო თქვენ დაგისვამდით ამ შეკითხვას, მაგრამ აი თუ დავფიქრდები და შევეცდები ამოვხსნა, ვფიქრობ იმით, რომ რადგან რაღაცნაირი ალბათ ჩარჩოებში მოქცეული კინოგანათლების კრიტერიუმებით შეიძლება არ არიან დატენილები და თავის გონებას და ემოციებს და შეგრძნებებს უფრო გულწრფელად იღებენ და აი რაღაც ჩარჩოებში არ არიან ჩასმულები და ამიტომ აი პირველი შეხვედრასავით არის, როდესაც რაღაცას პირველად ეუფლები, ძალიან გულწრფელი ხარ და მე ვფიქრობ, რომ ეს განაპირობებს, თუმცა შეიძლება იყოს კიდევ სხვა ბევრი მიზეზი, რაზეც შეიძლება თქვენ უკეთ იცოდეთ ამაზე პასუხი. მადლობა ძალიან დიდი. და როგორი გამოხმაურება მოყვება ხომ თქვა რომ შევაჯამოთ და თუ ექნება ამ ყველაფერს გაგრძელება მაგათ შემდეგ წელსაც და ფიქრობთ რომ გაგრძელდეს კიდევ ეს ჩვენებები თუ მაგათ ერთგვარ დასასრულივით იქნება? ვინაიდან და რადგანაც როდესაც ჩვენ ეს პროექტი დავიწყეთ, ჩვენ არ გვიფიქრია არც იმაზე თუ ფინანსურად როგორ შევძლებდით ამ პროექტის კეთებას, ან როგორ მიიღებ დამაყურებელი თავგადასავალში გადავეშვით და არ ვიცოდით რა მოხდებოდა. მაგრამ გზა და გზა აღმოჩნდა ისე, რომ ეს იმდენად საჭირო პროექტია, იმდენად მნიშვნელოვანია თითეული ჩვენი მაყურებლისთვის და შემდეგ ეს ჩვენი პროექტი შეამჩნიეს უკვე სხვადასხვა დამოუკიდებელმა ორგანიზაციებმა, სხვადასხვა ინსტიტუციებმა, მაგალითად გოეთეს ინსტიტუტმა, მაგალითად ამერიკის საელჩომ და შემდეგ დაგვიკავშირდნენ და შარშან მოგწეს საშუალება, რომ ეს ჩვენი წამოწყება გაგრძელებულიყო. მერე წელს მაგალითად TBC ბანკმა შემოგთავაზა მხარდაჭერა და 10 ჩვენება, აი კონკრეტულად აი ეს სახელმწიფოს ჩვენებაც არის მათი მხარდაჭერით განხორციელებული და ძალიან მნიშვნელოვანი და ამას ძალიან დიდი გაგრძელება ექნება კიდევ ჩვენ ვფიქრობთ რომ შემოდგომაზე და ზამთარშიც გავაგრძელოთ უფრო სხვა ხერხებით რაღაცნაირად შევქმნათ ჩვენი მაყურებლის და ჩვენი ესეთი კერების უკვე ერთობლივი რაღაცნაირი თემი და აი ამ თემისთვის უკვე ყოველკვირეული ჩვენებები გავაკეთოთ, შეიძლება ეს იყოს დედაქალაქიდან, შეიძლება პირიქით რაიონში რომელიმე ცენტრი გახდეს აი ამ დიდი თემის მართველი ჩვენ გვინდა რომ უზრუნველყოთ ფილმებით და ესე რომ ვფიქრობ რომ სხვადასხვანაირი ფორმატით ექნება ამ პროექტს გაგრძელება და ვფიქრობ რომ გაისადაც ჩვენი ბუთქუჩა მოიქოქება და გავაგრძელებთ სხვადასხვა რეგიონებში სიარულს. მადლობა ძალიან დიდი და ბოლო კითხვაც რო დაგისვათ, უშუალოდ დღეს ახალციხეში რომელი რეჟისორი ვინ შეხვდება მაყურებელს? დღევანდელი ჩვენება როგორც აღნიშნე ჩვენთვის როგორც დამასრულებელი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თარიღიდან გამომდინარე, რადგან ეხმიანება აგვისტოს ომის მოვლენებს და ჩვენ 4 რეჟისორის ფილმი, მოკლემეტრაჟიანი ფილმი იქნება წარმოდგენილი. ესენი გახლავთ გიორგი გოგიჩაიშვილის ფილმები 8 წუთი და 10:45 და ასევე ვაჟიკო ჩაჩხიანის ფილმი ზამთრის თბილი მზე
და მცოცავი საზღვრები თაკო რობაქიძის. და აგრეთვე ძალიან საინტერესოა ეს ფილმები, რადგან მათი მხატვრული ფორმა ძალიან განსხვავებულია ოთხივესი. თუ კი 8 წუთი არის ესეთ მოწოდებული რაღაცნაირ სარეკლამო ფორმაში და შემდეგ მოაქვს დასრულებისას მას რაღაცნაირი დიდი შინაარსი და 10:45 აწყობილია აი მხატვრული ფილმის ძალიან კლასიკური დრამატურგიით. აი მაგალითად ვაჟიკო ჩაჩხიანის ფილმი, თავად ვაჟიკო ითავსებს ორ პროფესიას, ის არის მოქანდაკე და ასევე კინორეჟისორი და თაკო რობაქიძე, რომლის ფილმი გახლავთ მცოცავის საზღვრები, ის გახლავთ ფოტოდოკუმენტალისტი, ფოტორეპორტერი, რომელმაც გადაიღო ეს ფილმი და უფრო მულტიმედიური პროექტის ფორმა აქვს მას და ეს ორი ფილმი არის ესე არაკონვენციური კინო, შეიძლება ასე დავარქვათ. ძალიან საინტერესოა, რომ ოთხივე ფილმი არის განსხვავებული მხატვრული ფორმის და ამით ძალიან ძვირფასია და თაკო რობაქიძე ჩამოვა და ესწრება ფილმის ჩვენებას და შემდეგ მასთან გაიმართება დისკუსია. მადლობა ძალიან დიდი იყით სამყარო, ძალიან საინტერესო გამოვა დღევანდელი სახალხო. გადაცემა მომზადებულია ახალციხის გასულთა განათლების ცენტრის მიერ პროექტის რადიოს ძალის ფარგლებში. რადიო ფუნქციონირებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დილების საერთაშორისო მხარდაჭერით. თვალე გვადევნეთ ახალციხის გასულთა განათლების ცენტრის რადიო ილუსტრიმის YouTube-სა და Facebook-ის გვერდებზე.